მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს 10 სექტემბერია, მე გიბრუნდები სპორტული სიახლეების. დღეს ჩვენი თემა იქნება სასწავლო ევრობასკეტი 2025 კალათბურთი. დავიწყოთ დღევანდელი მატჩები, გასამართად მატჩებს მოგახსენებთ. დღეს პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი არის, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. პირველად ისტორიაში საქართველოს მეოთხე ფინალში ითამაშებს ევრობასკეტისა და რაც შეეხება დღეს თბილისის დროით 18 საათზე ძალიან საინტერესო მატჩი იქნება და არ გამოტოვოთ, ეს ძალიან დაგაინტერესებს და ძალიან კარგად მithარდება მოვლენები. ჩვენ ბიჭებს წარმატება მინდა უგულისხმობ. დღეს ძალიან დაძაბულ და დრამატულ მატჩს ვიხილავთ, მაგრამ ჩვენ სასარგებლოდ უნდა დასრულდეს ეს მატჩი დღევანდელი დღე. ეხლა შეეხება შემდეგი სლოვენია გერმანია საღამო თბილისის დროით 22 საათზე. ეს მაგარი მატჩი მეოთხე ფინალი და ძალიან კარგ დაბეჭდილებას დატოვს ორივე ნაკრები, რა თქმა უნდა. გერმანიამ პრინციპში ვერ გამოიყურებოდა წინა მატჩი, მაგრამ ბოლო მეოთხეში დაიწყო სამიანების გამოყენება და 58-85 დაამარცხა პორტუგალია და მეოთხე ფინალის საგზური მოიპოვა. ეხლა მე მინდა მოგახსენოთ, როგორც ვიცით, იტალია-სლოვენია ძალიან მძიმე ბრძოლა იყო და ბოლო ანგარიში დაფიქსირდა 77-ით 84. სლოვენია გავიდა მეოთხე ფინალში, ევრობასკეტის მეოთხე ფინალში. ასევე მე მინდა გითხრათ, დღევანდელი მატჩი იქნება ყველანაირად ბრძოლა და ყველაფერი, მაგრამ აქედან გამომდინარე ჩვენმა ბიჭებმა სასურველ შედეგს დარწმუნებულად დადებენ და მიაღწევენ კარგი თამაშის ფონზე. ჩვენ ნაკრებში საფრანგეთს როგორც მოგეხსენება 10-ქულიანი უპირატესობით მოუგეს 70-80 და ყველაზე მეტად გამოირჩეოდა კამალ ბოგვინი 24 ქულით 4 მოხმით, თოკო შენგელია 24 ქულით და 8 მოხმით, მამუკელაშვილმა დააგროვა 11 მოხსნა 14 ქულასთან ერთად და ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება. რაც შეეხება ბითაზეს 8 ქულა დააგროვა სულ, ბურჯანაძემ 6, შერმადინმა კი 4. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ, მე დაგიბრუნდებით ზეგ ახალი ამბები სპორტის შესახებ.